რვა ოპოზიციური პოლიტიკური პარტია ოქტომბერში დაგეგმილ თვითმმართველობის არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს. ესენია თავისუფლების მოედანი, დროა, გირჩი მეტი თავისუფლება, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, სტრატეგია აღმაშენებელი, ევროპული საქართველო, პარტია ახალი და ფედერალისტები. ერთობლივი განცხადება რუსთაველის გამზირზე ელენა ხოშტარიამ წაიკითხა. ამ გადაწყვეტილების შემდეგ ხოშტარიამ, გედევან ფოფხაძემ და მოშიმშილი აქტივისტებმა შიმშილობა შეწყვიტეს. ჩვენ საქართველოს პროდასავლური პოლიტიკური პარტიები და ჯგუფები, რომელთა მიზანიც არის ივანიშვილის რუსული რეჟიმის სრული დემონტაჟი, საქართველოს დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის დაცვა, ევროპული ტიპის დემოკრატიული მმართველობის დამკვიდრება, ჩვენი მოქალაქეებისთვის უსაფრთხო გარემოსა და ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობის შექმნა, ჩვენი ქვეყნის ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების ერთობლივად ვაცხადებთ. პირველი, უარს ვამბობთ ეგრეთ წოდებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე. რადგან მიგვაჩნია, რომ არსებულ რეალობაში ამ პროცესში მონაწილეობა არ მოემსახურება ჩვენი მოქალაქეების ინტერესებს და მხოლოდ ლეგიტიმაციის ფასად შეუქმნის უკანონო რუსულ რეჟიმს. მეორე, ვაცნობიერებთ ერთობლივი მოქმედების აუცილებლობას და ვაცხადებთ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ჩვენი პრინციპული უკომპრომისო ბრძოლითა და შრომით მაქსიმალურად დავაჩქაროთ არადემოკრატიული ოლიგარქიული სისტემის დასასრული. გვჯერა, რომ გამარჯვების გზა რეჟიმთან სრულ არათანამშრომლობაზე გადის. საქართველოს მოქალაქეებთან ერთად ვაგრძელებთ საერთო ეროვნულ წინააღმდეგობას ბოლომდე. ამ სულისკვეთებით და ამ მიდგომით მე ძალიან მიხარია, რომ წყვეთ შიმშილობას ყველა ერთად და წყვეთ იმისთვის, რომ გადავიდეთ ყველა ერთად ძალიან აქტიურ ბრძოლის ფაზაზე. მივესალმები იმ ერთობას და ერთიანობას იმ იდეების და პრინციპების გარშემო, რაც ამ საერთო განცხადებაში იქნა წაკითხული, ჩვენ ვიმუშავებთ ერთად იმისათვის, რომ ქართველი ერის, საქართველოს მოქალაქეების საერთო ამოცანები შესრულდეს. ეს არის თავისუფალ ევროპული ტიპის დემოკრატიაში ცხოვრება, სახელმწიფოს დაბრუნება და ამ ქვეყანაში დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და კანონის უზენაესობის პატივისცემის საბოლოო დამკვიდრება. ჯანმრთელობა ყველას, თავისუფლება პოლიტპატიმრებს, გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს. ჩვენთვის ფედერალისტებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ სწორი გზით ვიაროთ. სწორი გზა არის ის, რამაც რეჟიმი ამ ზომამდე მოიყვანა, როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ ის ყოველდღე კარგავს თავის წევრებს და ერთმანეთს ჭამს. ამ დროს ერთადერთი ადეკვატური ნაბიჯი არის სწორ გზაზე ძალისხმევის გაერთიანება. ეს სწორი გზა არის რეჟიმის იზოლაცია და მისი მარტო დატოვება და არაღიარება ყველა დონეზე. საერთაშორისო დონეზე, ეროვნულ დონეზე და ადგილობრივ დონეზე. ამიტომ ჩვენ ფედერალისტები ვუერთდებით ბოიკოტს, იმიტომ რომ ეს არის თანმიმდევრული გზა და თანმიმდევრულობა არის ჩვენი ძალა. რვა ოპოზიციური პარტიის საერთო განცხადების შემდეგ მედიასთან კომენტარები ოპოზიციონერმა ლიდერებმა გააკეთეს. ვაფიქსირებ სტრატეგია აღმაშენებლის პოზიციას, რომ ჩვენთვის ერთობა არის მნიშვნელოვანი, ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ რეჟიმს უნდა რომ გონახოს დაგსაქსული და ამის შესაძლებლობა არ უნდა მივცეთ. ამიტომ გამარჯვებისთვის და წინააღმდეგობის მოძრაობისთვის თავარია კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ ერთიანობა, ვართ ამ ერთიანობაში. ვითხოვთ კიდევ ერთხელ ახალ საპარლამენტო არჩევნებს და ყველა პოლიტპატიმრის, მათ შორის ლიდერების გაუყოვნებლივ გათავისუფლებას. არათანამშრომლობა პროდასავლური პოლიტიკური პარტიების მხრიდან მიღწეულია. ასევე ყველასთვის ეს კარი ღია. ვინაიდან ახლა როგორც არასდროს მნიშვნელოვანია პროტესტს ჩვენ საზოგადოებას მართლაც ვარჩვენოთ ერთიანობა რეჟიმის წინააღმდეგ, არათანამშრომლობა რეჟიმის წინააღმდეგ. რვა პოლიტიკური პარტიის მხრიდან ეს შეთანხმება მიღწეულია, მნიშვნელოვანია შემოგვიერთდეს სხვა პოლიტიკური პარტიები, ვინაიდან კიდევ ერთხელ გავმეორდები, რეჟიმთან ბრძოლის ხაზი გადის თანმიმდევრულობაში და პრინციპულობაში. ევროპული საქართველო უერთდება ამ განცხადებას, არ შეიძლება ხალხი, რომელიც არაურჩევია ქართულ ხალხს, წარმოადგენს დღეს ჩვენს ქვეყანას და ჩვენს სახელმწიფოს. ისინი უნდა დარჩენ იზოლირებული, როგორც ქვეყნის გარეთ, ასევე ქვეყნის შიგნით. დროა ამ ბრძოლაში შემოგვიერთდეს ყველა დანარჩენი პოლიტიკური პარტია და ბოლომდე არაღიარების პოლიტიკა მივიყვანოთ ბოლომდე. ეს არის ერთადერთი გზა, რომელიც ამ რეჟიმს დაასრულებს იმაზე უფრო ადრე, ვიდრე მათ წარმოუდგენია და ცოტა ალბათ უფრო გვიან, ვიდრე ჩვენ გვინდა, მაგრამ აუცილებლად დამთავრდება ჩვენი გამარჯვება. გირჩევთ თავისუფლება უერთდება ერთობას
ჩვენ მიგვაჩნია, რომ ავტორიტარიზმთან ბრძოლის მთავარი გზა გადის არ თანამშრომლობაზე რეჟიმთან, ამ რეჟიმთან და ჩვენ მგონია, რომ ეს არის ყველაზე თანმიმდევრული ნაბიჯი, რაც საბოლოო ჯამში მოგვიტანს შედეგს, გამარჯვებას, ბოლოს მაინც ჩვენ მოვიგებთ.